მშვიდობისა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, მე ილია ჩაჩიბაია ვარ. ეს გახლავთ 2025 წლის პირველი გადაცემა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში, პირდაპირ ეთერია შეგახსენებთ. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, შობას, ახალ წელს, განსაკუთრებით ერთგულ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, თქვენს ოჯახებში ყოველგვარ წარმატებას და საქართველოს გამთლიანებას და ამ ქვეყნის კეთილ მომავალს. ასეთი იქნება ჩემი სურვილები. ამ დროიდან ვიწყებთ თქვენი სატელეფონო ზარების მიღებას ნომერზე 2388 შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ თქვენი შეხედულებებით, თქვენი მოსაზრებებით, თქვენი მოლოცვებით, თავისუფალი იქნება ეს ეთერი დღეს, არ გვაქვს კონკრეტული შეკითხვა, ვინაიდან საახალწლო პერიოდია მილოცვებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დრო, შეგვიძლია აგრეთვე შევაფასოთ პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ დროისთვის ეს გახლავთ საბერიოში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაბამისად დღეს 9 იანვარს საქართველოში ოფიციალურად გამოცხადებულია გლოვის დღე. ობიექტივის თითოეული თანამშრომლის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბავშვების, გარდაცვლილი ანგელოზების ოჯახის წევრებს და სრულიად საზოგადოებას. ძალიან დიდი ტკივილია, წარმოუდგენლად დიდი ტკივილი, რაც მოხდა ეს უბედურება. არ ვიცი რა ვთქვა, რა დავამატო სხვა. დღეს დაკრძალავენ ბავშვებს გალის რაიონის სოფელ საბერიოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ანგელოზები, ამის თქმა შემიძლია მხოლოდ. ამ დროიდან ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე 2388 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ხაზი უკვე თავისუფალია. 2025 წლის პირველი სატელევიზიო და რადიო გადაცემა ეთერში და რაც მთავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ეთერი ამ წელსაც დაეთმობა აუცილებლად მაყურებელს და რადიო მსმენელს, როგორც ერთადერთი ინტერაქტიული არხი საქართველოში, ჩვენ მომავალი წლის განმავლობაშიც დიდი ყურადღებით მოგისმენთ თქვენ, შევეცდებით ჩვენი მაუწყებლობის ხარისხი, ჩვენი გადაცემები, გავხადოთ უფრო მეტად მრავალფეროვანი, შემოგთავაზოთ ბევრი საინტერესო სიახლე, ამიტომ მოგიწოდებთ, გირჩევთ, შეინარჩუნოთ ის ერთგულება, რომელიც გაქვთ ამ არხის და ამ ტელევიზიის მიმართ, ამ გუნდის მიმართ და დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით მათ, ვინც გვიყურებდა საახალწლო დღეებში, სადღესასწაულო დღეებში, თვალს ადევნებდა ჩვენ სპეციალურ საახალწლო პროგრამას, რომელიც ძირითადად გასართობი ხასიათის იყო. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა ვინც ხართ ობიექტივთან ერთად. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, არ წყდება საპროტესტო აქციები, ერთხმად ყველა პარტია, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, გარდა მმართველი ხელისუფლების გუნდისა და ქართული ოცნებისა არ აღიარებს შედეგებს, ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ის ხელახლა უნდა ჩატარდეს. არსებობს გარკვეული მოლოდინები, რომ უცხოეთის დამოკიდებულება 20 იანვრის შემდეგ შეიცვლება ხელისუფლების მიმართ, ვიცით რომ საკმაოდ დაძაბულობაა დასავლეთსა და ქართულ ოცნებას შორის ამ დროისთვის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გუნდის წევრები და საკმაოდ გავლენიანი წევრები უკანონო ხელისუფლებას უწოდებენ საქართველოს დღევანდელ მმართველ გუნდს. ამ კუთხით დაძაბულია საკმაოდ ვითარება და ისიც უნდა ითქვას, რომ არც ვთქვათ ის ახალგაზრდობა და ის საზოგადოებაც, ვინც პროტესტის თვენახევარია ქუჩაში დგას, არ გეგმავს, არ აპირებს გაჩერებას, ყოველ შემთხვევაში ასეთია მათი განცხადებები. როგორი იქნება პოლიტიკური წელი, როგორია თქვენი მოლოდინები ამასთან დაკავშირებით, ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ღიაა ჩვენი სატელევიზიო ეთერი თქვენთვის. ეს პირველი ინტერაქტივია 2025 წელს და ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2388 თუ რეგიონებიდან შეეცდებით დაკავშირებას ან მობილური ტელეფონით, ამ შემთხვევაში წინ 0332 უნდა დაურთოთ. ეს პირდაპირ ეთერია, ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ აკრიფოთ აღნიშნული ნომერი და გამოხვიდეთ პირდაპირ ეთერში. გამოვიყენოთ ეს ეთერი, ეს გადაცემა იმისთვის, რომ პირველ რიგში
შობა მივულოცოთ ერთმანეთს, ახალი წელი მივულოცოთ ერთმანეთს და გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ კრიტიკულია და საკმაოდ კრიზისული არსებული მდგომარეობა. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ 2025 წლიდან ამ თვიდან უკვე პენსიონერებს შემწეობა ეზრდება 35 ლარით, ამავდროულად პარლამენტის წევრების და მაღალი თანამდებობის წარმომადგენლების ხელფასებიც სოლიდურად იზრდება, მაგალითად პარლამენტართა ანაზღაურება 14000 ლარამდე იქნება, უფრო მაღალი თანამდებობის პირებს მეტი, ნაკლები თანამდებობის პირებს და რიგით პარლამენტარებს 11600 ლარამდე ექნებათ ხელფასი, ანუ ორმაგდება, უფრო მეტიც პროცენტული მაჩვენებლითაც კი იზრდება ეს მონაცემები. ეს არის ფაქტი ამ წელს და როგორი იქნება სოციალური ვითარება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება იმის გამო, რომ ქვეყანაში საკმაოდ ესეთ დაძაბული ფონი ნარჩუნდება. პირველი ზარია ეთერში. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. პირველი ზარი 2025 წელს ეთერში. დაიწყეთ საუბარი. აი გთხოვთ რა პირველი ზარი იყო რაც სიმბოლური. გილოცავთ შობას ახალ წელს. დიახ. არის მის მშვიდობა ყოფილიყოს. არის მის. ისმის, ოღონდ ტელევიზორის ხმა უნდა გამორთოთ, ხომ ეს ტრადიციულად. გისმენთ, დაიწყეთ საუბარი ეთერში ხარ. ჯანმრთელობა ყველაფერი აყვავდეს საქართველოს ისე რომ მთელი მსოფლიო და ყველა შეგნატროდეს საქართველოს შენატროდეს. და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. ეს დასავლეთის აზრზე და დასავლეთის ჭკუაზე და დასავლეთს ჩვენ ასია თუ ისე ამ თავრობამ მშვიდობა შეგვინარჩუნა და დასავლეთმა სანაკებო თვითონ ტრამპი ამბობს რომ დასავლეთმა გაანადგურა მიწასთან გაასწორა წყალი არისმება უკრაინაში ჩალპა უკრაინელი ახალგაზრდობა და ხალხი მიწაში ამ დასავლეთის იარაღით თუ დასავლეთის მოწოდებებით გაწყდით ბოლო უკრაინამდეო და ვენაცვალე ბიზინა ივანიშვილს რომ მის დონეზე დგას და მაგინს არ უსმინათ ვარა ახლა ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენ 3 მილიონი ძლივს ვართ ის დანარჩენში არა პენსია ეს ჩვენი საქმეა დასავლეთმა მიხედოს საკუთარ ევროპას რომ გაზი შეუწყვიტა რუსეთმა მაგინის ყვაზე რატომ უნდა მონები ვართ მე არ ვიცი ასე თქვენ რომ სულ იმიორებთ ცუდი კარგი ურთიერთობა გვექნებოდა ომი რომ ყოფილიყო ობჟარიას არ იყოს და ბომბები რომ არ გვეცემაო მცხვენია ეს უნდა თქვენ საყვარელ დასავლეთს ახლა გეკითხებით ჩემ საყვარელს რატომ მაყენებთ ასეთ ცილისწამებას საკუთარ თავს ჩემი საყვარელი არის მხოლოდ საქართველოს ერთადერთი ეს არის საყვარელი ჩვენი საყვარელი თქვენ ამბობთ ევროპის აზრია ეს სიმართლეა რომ დაძაბულია ოცნებასა და დასავლეთ შორის ურთიერთობა ეს ხომ ფაქტია ტყუილს ხომ არ ვამბობ არა ეს მართლაც ასეა დაასრულეთ ქალბატონო დიდი მადლობა მე ფაქტები აღვნიშნე ეს მართლაც ასე ამას თვითონ ქართული ოცნებაც არ უარყოფს და ბიძინა ივანიშვილი არ უარყოფს მეტიც გამოდიან ყოველ დღე და ამბობენ რომ რაღაც გადატვირთვა უნდა დავიწყოთ დასავლეთთან ურთიერთობებისო მე ფაქტებს ყვები და არა ვთქვათ კარგია ეს ცუდია თუ შეფასებითი ნაწილი ყოველ შემთხვევაში თქვენთვის მომინდია მორიგი ზარია და აქვე იმას დავამატებდი ქალბატონო რომ ჩვენი ინტერესი უნდა იყოს საქართველოს ნომერ 1 და არა ვთქვათ უცხო ქვეყნები რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს ნომერ 1 საყვარელი ქვეყანა და მიმართულება ჩვენთვის საქართველოს კეთილდღეობაა თუმცა ამავდროულად ყველასთან უნდა ვეძებოთ სამშვიდობო პოლიტიკა და ნორმალური სტაბილური ურთიერთობა რა თქმა უნდა იმ ჩარჩოებში რაც გულისხმობს პარტნიორობას, თანამშრომლობას, ურთიერთობას არავინ არ უნდა გაბედოს ის რომ თითის დაქნევით ელაპარაკოს საქართველოს ამაში გეთანხმებით მაგრამ მტრობაც არავისთან არ გვინდა ამისთვის დიპლომატიაა საჭირო რაც პოლიტიკოსებმა უნდა გამოძებნონ ხომ და ეს დიპლომატია ქართულმა ოცნებამ საზღვარგარეთ კი არა საკუთარ მოსახლეობასთან ვერ იპოვა საინტერესო იყო პატრიარქის ეპისტოლე წელს თუმცა ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით მანამდე კი ზარია გამარჯობა დაიწყეთ გთხოვთ გაგიმარჯოთ გილოცავთ შობა ახალწელს მეც გილოცავთ მრავალს დაესწარით ის რა ქალბატონი მართალია საზოგადოებაში განხეთქილება და დაძაბულობა არ არსებობს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომელიც არ ხვდება რომ არჩევნები არ გაყალბებულა
არ ყოფილა ესეთი დარღვევები, რომ არჩევნები ესე ითქვას გაყალბებული იყო. ნაცები აქციები ესენი და არა საზოგადოების ასე რომ ვერ დაგეთანხმებით ამაში, აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ რამდენიმე ჩემი ნაცნობი და ნათესავიც კი დადის იმ აქციას და არ არიან ეს ახალგაზრდები ნაცები. პროექტის მაყურებელი როგორ ეგუება და თქვენ მე ის არ მიგვიყვეთ თქვენ მიიღეთ 2% აქედან გამომდინარე. რატომ გადმოდიხართ ახლა შეურაცხყოფაზე თქვენ და დამცირებაზე? აბა რატო არ მეთანხმებით ნაცების აქცია? იმიტომ რომ მე მაგალითი მოგიყვანეთ, ჩემი ოჯახის წევრები დადიან აქციაზე, რომლებიც არასდროს არ ყოფილან ნაცები. ძალიან მცირე ნაწილია ესეთი არ არის მცირე, აბსოლუტური უმრავლესობა. ხდება დღევანდელ რეალობას თუ რა ხდება ვინებს ჩვენ ქვეყანას თავრობის სახით თავის ხალხი კი არა ვარ მაგრამ ხელისუფლება ახლა სახელმწიფოს არ მოუწევს ჩვენ სახელმწიფოს ებრძვიან გარემტრები ეს იქნება ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ვინც არიან და შიგნით ნაციები ებრძვიან ამას თუ ვერ ხვდება ადამიანი ეს ძალიან ცოტა ნაწილია ძალიან პატარა ნაწილი და აქციების რაოდენობაზეც ეთქობა რომ ხალხი არ გამოდის ხო ხალხი არ გამოდის, უამრავი ადამიანი დგას. მოდით, ბატონო ჩემო, მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია ყველას ერთად, რომ რაღაც კვლავ საბჭოთა კავშირის ტიპის ქვეყნის მდგომარეობაში მოვექცეთ, რომ ერთმანეთი მოვატყუოთ. აი როგორ სახელსაც იძენს მაგალითად ტელეკომპანია იმედი, ხომ რაღაც საბჭოთა სტილის მიდგომები აქვს ამ სახელმწიფო მედიას. ურცხვად ატყუებენ ადამიანს, რომ ამ პროპაგანდის ფარგლებში იქ ხალხი არ დადის თურმე, იქ ყველა ნაცია თურმე და ეს სიმართლე არ არის ჩვენ ობიექტურობა არ უნდა დაგვაკარგვინოს იმან, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონს ძალიან. მსუბუქად ვამბობ, თორემ შეიძლება გძულს კიდეც. ამის გამო ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ და საბჭოთა მეთოდებს და საბჭოთა სტილს არაფრით არ უნდა შევეგუოთ და არ უნდა მოვიწონოთ. ტყუილი და სიმართლე ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. ჩემი ოჯახის უახლოესი წევრები თავის შვილებთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადიან ყოველდღე ამ აქციებზე. და ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. პირიქით, მე რომელიც ვებრძოდი ნაციონალურ მოძრაობას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მე მითანაგრძნობდნენ და მხარს მიჭერდნენ მაშინაც და ქართულ ოცნებასაც კი ხმა მისცეს 2012 წელს. ასეთი ხალხია იქ, ბევრი, დიდწილად. თორემ ნაციონალურ მოძრაობას ამდენი ხალხი რომ მყავდეს, აქამდე 9 ჯერ გადაატრიალებდა ქვეყანას და გვახსოვს ხომ არჩევნების შემდეგ აქციებს რომ მართავდნენ 200 კაცი დაყვებოდათ წინ და უკან და ამის იქით ვერ მიდიოდნენ. რომ არა ვთქვათ პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ რომ ყველაფერს წყვეტთ ევროპასთან 2028 წლამდე და ასე შემდეგ და რაღაც ხელოვნურად გააბრაზეს ახალგაზრდობის ის ნაწილი რომელიც ერთადერთ გამოსავალს ხედავს ევროპაში. მორიგი ზარია ეთერში გისმენთ გილოცავთ ახალ წელს და პირველ რიგში შობას. გამარჯობა ობიექტივი გისმენთ. ალო. დაიწყეთ საუბარი ეთერში ხარ. ოქრო ბატონო გიორგისთან კითხვა მაქვს ასეთი. ილია ვარ, ილია, გილოცავთ შობას, ახალ წელს დაიწყეთ. ბატონო ილია, მე თქვენი მხარდამჭერი ვარ, დიდი ხანია თქვენი წევრიც ვარ. რამოდენიმე მაგრამ ერთი ამბავი გამკვირიც. თქვენი ნათესავები დადიანო იძახით იმაზე, რა ქვია, დემონსტრაცია. იქ ნაციონალების დემონსტრაცია არის. ვისია კიდო რა საპროტესტებენ ეს ადამიანები ბატონო ილია იქ რომ დადიან თქვენი ნათესავები. მე არა იქ რომ მილიონი მომცენ არ დავდგები მე 75 წლის კაცი. რა საპროტესტებენ ისინი ნაციონალების გვერდით განანი ნაციონალი ის რომ იძახის პრემიერ-მინისტრი ვარო 3-4 წელიწადია იძახის ვაშაძე იმის გვერდით განან ის უკან იმალება და იმის გვერდით განან ეს ხალხი. გასაკვირია რა საპროტესტებენ ეს ხალხი გამოდის აგერ ჩემი საყვარელი კაცი თანხარ მოურავი და იძახის რომ დაარბიესო გადაამეტეს ძალაო როდის იყო პოლიციელს რომ ცეცხლი და იმ პოლიციელმა მოზომოს შენ როგორ მოგეხცეს მოზომოს იმას თვალები უნდა გამოუღო და შენ აგერ ცეცხლი და იმის და მოზომოს პოლიციელმა თანხარ მოურავი ამას საუბრო გამიკვირდა იმ ხრის კაცი. მადლობა თქვენ ზარისთვის. მე გეტყვით იმ ადამიანების აზრს, ვინც აქციაზე დადიან, იმ ახალგაზრდების, რომლებიც არ არიან ნაცები, ისინი თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა არის ყოვლად დაუშვებელი, მეტიც მათ რამდენჯერმე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც იქ სააკაშვილის სურათი მიიტანეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და თავისუფლება მიშასო დაიძახეს და ეს ხალხი გაყარეს აქციიდან, იყო ასეთი ფაქტები.
ვხედავთ იმასაც, რომ ყოველგვარი სცენა გაუქმებულია, რადგან ახალგაზრდების ეს ნაწილი ამბობს, რომ არ გვინდა ჩვენ აქ ვაშაძეები და მსგავსი ტიპის პოლიტიკური პერსონები სიტყვით გამოდიოდნენ და ემიჯნებიან ყველანაირად ამ გუნდებს, ამ პოლიტიკურ გუნდებს. მათი მოთხოვნაა ის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპისკენ მიმოვალ გზას, ეს სურთ ახალგაზრდებს. ან ასეთია მათი განწყობა, ახლა სიმართლე ვთქვათ, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს, მათ უნდათ ეს ევროპა. ძალიან უნდათ. აპროტესტებენ აგრეთვე ქვეყანაში არსებულ ბევრ უსამართლობას, რომ ერთი კაცის ხელში აღმოჩნდა სასამართლო, ბიზნესი, პარლამენტი, მედია თითქმის ყველაფერი ერთი პარტიის და ერთი ადამიანის ხელში ჩავარდა და ეს არავის არ მოსწონს, ან რა მოსაწონია ეს. ამავდროულად მინდა გითხრათ ის, რომ თუ კი სპეცრაზმი ბრაზდება იმაზე, რომ ახალგაზრდა მას საახალწლო შუშხუნას ესვრის, ან ქვას ესვრის, ან მოლოტოვის კოქტეილს, თავისუფლად ახალგაზრდებიც ბრაზობენ იმის გამო, რომ პოლიციელები მათ ესვრიან და ორივე მხარე გაბრაზებულია აქ და ეს ბრაზი უნდა გაანეიტრალოს ხელისუფლებამ. ორივე მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება, კი ბატონო, სპეცრაზმს ესროლეს ქვები, დააზიანეს ფასადები, დააზიანეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა სახელმწიფო უწყებებისა, არ მოგწონს ეს, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას. და სპეცრაზმს და სახელმწიფოს, რომელმაც წაქცეულ ახალგაზრდას თავში ფეხები არ უნდა ურტყას. ჟურნალისტებს სასტიკად არ უნდა მოექცეს. ამაზე ყველანი ვთანხმდებით. დაკავებული ადამიანები, რომლებსაც ხელბორკილები აქვთ უკვე დადებული და პოლიციის მანქანაში არიან ჩასმული, იქ მანქანაში არ უნდა ცემონ სასტიკად. რომ 500 დაკავებულიდან 90% სასტიკად ნაცემია, ეს მიუღებელია ყოვლად ეს ძალადობა. და ამას ახალისებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში მათ მიერ მოხდა ამის ჩადენა. და ეს არ მოგწონს, როგორ შეიძლება ეს მოგწონდეს და ეს სიმართლეა, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს არ მოგწონდა, ახლა შეუძლებელია მოგვეწონოს. მიუმართავ ამას ქართული ოცნების მხარდამჭერებს და მოდით ეს ნაციონალური მოძრაობის სიძულვილი, ნუ დაგვაკარგვინებს ობიექტურობას და სამართლიანობის განცდას. ჩვენივე მოქალაქეების მიმართ და ჩვენივე თანაქალაქელების და ჩვენივე სტუდენტების თუ შვილების თუ ძმების მისამართით. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა ილია. გამარჯობა. გილოცავთ შობას ახალ წელს. მეც ასევე გილოცავ მრავალს და ეს არის ჯანმრთელობას პირველ რიგში გისურვებ თქვენი ობიექტივის უფრო უკეთესად წარმართვისთვის და ყველას ობიექტივს და ვინც მუშაობს, ყველას ულოცავ შობა ახალ წელს. დიდი მადლობა. ეხლა რა მინდოდა ჩემო ილია მე თქვა თქვენთვის. ძალიან პატის გცემთ ყველას აბსოლუტურად აი ჩემი გული და სული მართლა თქვენთან იყო ყოველთვის, მაგრამ რას გვერჩით იმ ხალხს, რომელმაც ავირჩიეთ ოცნება. არაფერს არ გერჩით. რას ამბობთ? დიდი პატივისცემა თქვენ ჩემგან. თქვენი არჩევანია. ხო, ჩემი არჩევანი იყო. მე მინდოდა მშვიდობა, არ მინდოდა ნაციონალების მოსვლა და დღემდე ძალიან გამიცდი და ნერვიულობ ამაზე. გარდა ამისა ნერვიულობ იმაზე, რომ თქვენ დაგაკავდათ ძალიან ბევრი ხმები და თქვენ ვერ შეხვედით, თქვენ კი არა, უფრო პატრიოტთა ალიანსი ვერ შევიდა პარლამენტში. აი რა უნდათ ყველა იმ 4 პარტიას ხო აქვს 10%, ხო თითქმის 10%. შეეთრინონ და დაიწყონ შიგნიდან ბრძოლა. რას ერჩიან ამ ახალგაზრდებს შვილო? რა უნდათ და მაგას ნუ მეტყვი რომ ყველა აი არიან რა თქმა უნდა უწრფელები, მაგრამ ძალიან მაგარი დაფინანსება მიდის. აქ უნდა ევროპას რომ მოიყვანოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც როგორც მარიონეტს ისე ათამაშებს. აი ეს არის ჩემი მოსაზრება. მე კიდე ეს არ მინდა. და თქვენ რა გონიათ ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს ან ოცნება, ან თუნდაც თქვენ 2.5% გქონდათ. ნომთელ და 2.5%-ს დაგიწერენ მერე შვილო.
მე ხო ვიცი ესენი რაც არიან თუმცა ძალიან ბევრმა დიახ, ხალხმა იცით რა შეაქ ალბათონო საქმე, თუ კი მოთხოვნა ახალი არჩევნების, ამ შემთხვევაში სამართლიანი უნდა იყოსო, ამაზეა საუბარი და არა ვთქვათ ისევ გაყალბებაზე, ხომ აი. საყვარელო, ვინ ჩაგიტარებს არჩევნებს? ევროპა? ხო უნდა თუ ევროპამ ჩაუტაროს იქედან რომ გადმობრძანდებიან, აი მერე ნახე რა მოხდება. აი ამიტომაც არ მინდა რომ იყოს მშვიდობა, სიწყნარე და სიკეთე იყოს ჩემს ქვეყანაში. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. ძალიან ეს იცოდეთ. დიდი მადლობა მიიღეთ, დიდი პატივისცემა ჩემგან. არც ევროპამ უნდა ჩაგვიტაროს არჩევნები ჩემი აზრით და არც არავინ სხვამ. ჩვენვე უნდა გამოვძებნოთ ძალები საქართველოსშივე, რომ თუ კი ქართველი ხალხი მოისურვებს საბოლოოდ, ეს არჩევნები ჩატარდეს ხელახალი სამართლიან გარემოში ისეთი პრინციპით, რომ მასზე манипуляცია ვერ მოხერხდეს. ასეთი გზა უნდა გამოიძებნოს, თუ კი გადაწყდება ეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში. მორიგი ზარია ეთერში გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. მრავალშობა ხალხს ეს და ეს არის გილოცავთ, დიდი მადლობა. საქართველოს ჯამთელად ბედნიერად და თავისუფლად. ეთი რა მაინტერესებს, ეს პროფილი თითქოს შეიცვალა, ეხლა განსაკუთრებულად პატივისცემა მქონდა თქვენი ტელევიზიის და დიდ საქმეს აკეთებდით. თუნდაც აი ამ ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაში თქვენ აგაქვთ უდიდესი როლი, პირდაპირ ალბათონს და ეხლა აი ეს გამოთქმები უკვე რამოდენიმე ხანია რასაც გიყურებთ. მე არ მომწონს რა რომ ეხლა წეგან კიდე იმედზე ბრძანეთ რომ აიო იმედის გადაცემა რაღაც კომუნისტურ ჟანს გვაგონებსო და აი ყველაფერი რიგზეაო და თუ თქვენ ლაპარაკობთ დემოკრატიაზე, თუ თქვენ ლაპარაკობთ თავისუფლებაზე იმედი ჟურნალისტიკა არ არის და ტელევიზია არ არის. რაც ფორმულაზე ხდება და იმ ტელევიზიებზე, რომელსაც ეს მევახშეები აფინანსებენ. და რაღაცნაირი ტაქტიკა გაქვთ, ეთყობა თქვენი მტერი მეგობარიაო, ეთყობა ალექსანდრე მაკედონელის. როგორ შეიძლება ამათი გვერდზე დგომა, თუნდაც იმ აზრით, რომ რა თქმა უნდა, უამრავი ცუდი რამ ხდება და გამოსასურებელია. აი, პატივცემულო, ერთი წუთით კითხვა რომ დაგისვათ შეიძლება? ერთი წუთას დავამთავრე, ბოდიშ მოვიხდით რა და. რა მაინტერესებს, იცი, აი სიტყვაზე რა. ვინ მოდის თქვენ შეფასება გააქვთ მერე? კეთილი, ახლა მე დაგისვამთ შეკითხვას თუ შეიძლება. უბრალოდ თქვენ მეკითხეთ, ვინ მოდის? აი და ხელმეორე არჩევნები და რა არის კეთილი, ახლა მეც მინდა გკითხოთ რაღაც თუ მომცემთ უფლებას. თქვენ თქვით რომ არ მოგწონთ ობიექტივის პოზიციონირება. ამ სიტუაციაში დიახ, მაინტერესებს როგორი პოზიციები მოგეწონებოდათ ამ ვითარებაში ობიექტივისა? ამ სიტუაციაში მომეწონებოდა მე სიტუაციები ისეთი როგორიც თქვენ გქონდათ სამართლებრივი. ჯერ პირველ რიგში ეხლა არც ერთი ტელევიზია იმხელა საქმეს არ აკეთებდა. რასაც აკეთებდით თქვენ. ეს ეხლა რეკლამირება კი არ ჭირდებოდა, მაგრამ ხალხი ახსენეთ ეხლა ახალგაზრდებს საქართველოს ისტორია, ჩვენი წარსული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი საქართველოსთვის ამას ვაგრძელებთ პოლიტიკურ ნაწილზე გეკითხებით. ანუ პოლიტიკური პოზიციონირება თქვენი აზრით რა იქნებოდა გამართლებული? თქვენი აზრით. ეხლა ჩემი აზრი შეიძლება ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლით, მაგრამ მე მგონი ობიექტურები უნდა იყოს რა. და რა არის ეს ობიექტურობა? თქვენი განცდით. ის რომ თქვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა დაეთანხმოთ იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ადამიანი შეიძლება გამოხატავდეს ძალიან სწორად თავის პროტესტს. ოღონდ მიმართულება საიდან მიდის აი ამ პროტესტებისა და ვინ იქნება ისე მოკლედ რო გითხრათ, ეხლა ამ ბატონ პატრონი ხვალინდელი საქართველოსი, ვინ შეცვლის ამ მდგომარეობას, წლის მოგვეცა შანსი იმისა, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ. დამოუკიდებლები რო ვიყოთ, ან რატო გწვენია ეხლა სალომე ზურაბიშვილის ეხლა რო ლაპარაკობ. რატო გწვენია რომ თქვათ რომ არაკაცი იყო ნოე ჯორდანია და ბაბუამისი რო არაკაცები იყვნენ და ეს დამოუკიდებელი ვითომ თავრობა რო არაკაცები რო იყვნენ, რო გაიტაცეს ოქროს ფონდი საქართველოსი და რო დააბრუნა მერე სტალინმა და ექვთიმე თაყაიშვილმა
საქართველოში აი ამაზე რატო არ საუბრობთ? დიდი მადლობა. ილია ჭავჭავა უღრმესი მადლობა თქვენს არისთვის, ვრცელი მიმართულებებია და შორს წაგვიყვანს ძალიან. მინდა მთელი გულწრფელობით გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ქართული ოცნება შეგნებულად ქმნის ვითარებას, როდესაც ჩვენმა გუნდმა თავის სიმართლეზე ვერ უნდა ილაპარაკოს და გვეუბნებიან არ ილაპარაკოთ თქვენი სიმართლეო. თქვენ რომ გაგიყალბეს ის არ თქვათო, არ გააპროტესტოთო, თორემ აბა ისინი ბრუნდებიან და ეს პირველი შემთხვევა არ არის. და აღარ იქნება გაჩუმება, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე. და სწორედაც რომ ჩვენ ვუდგებით ობიექტურად არსებულ ვითარებას. არჩევნები ყველაზე დიდი დოზით პატრიოტთა ერთობის მიმართ გაყალბდა და ეს ხმები გადაუწერეს ვაშაძეს, გვარამიას, ლელოს, ამათ გადაუწერეს ეს პროცენტები და მე რამდენად გააკეთეს ეს. ალბათ გახსოვთ ირაკლი კობახიძის განცხადება რამდენიმე თვის წინ, რომ 2012 წლის შემდეგო ყველა არჩევნებში ეს პატრიოტული ძალებიო 20%-მდე მაჩვენებელს იღებდნენო ხმებისო. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდითო, რომ ეს არასახულიყო და ახლაც ამ არჩევნებზეც იგივე მოხდა. ანუ იმის გამო, რომ ჩვენ ახლა ქართულ ოცნებას ასე უნდა და კიდევ ერთხელ გვაქცევს იმ იზოლაციაში, რომ უნდა გავჩუმდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ და ჩვენს თავზე რაც ხდება, იმაზე არ ვილაპარაკოთ, ეს აღარ გამოვა უკვე, აღარ გამოვა. თორემ ესენი მარადიულად დარჩებიან და კიდე ნაცი-ნაცის სახელი იქნება 2050 წელს. ნაცი დაბრუნდება ჩვენ თუ არაო და ამასობაში ყველას დაჩაგრავენ და ცუდად მოექცევიან, ვინც არც ნაცია და არც ოცნებაა. ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის. პატრიარქმა ილაპარაკა თავის ეპისტოლეში ძალიან საინტერესო რამ აღნიშნა უწმინდესმა და ეს მინდოდა მე თქვა ბოდის გიხდით 2 წუთით შეგაყოვნებთ, რომ არიან ადამიანები ამ ქვეყნად, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღევანდელი დღეა ყველაზე მთავარი. ისინი იხვეჭავენ სიმდიდრეს, ძალაუფლებას და გონიათ, რომ ეს მარადიული იქნება და ამ მარადიულობის მოსაპოვებლად კიდევ ბევრ რამეს ცდილობენ. თუმცა პატრიარქის თქმით ეს ხელოვნურია და ერთადერთი მიზანი თითოეული მოქალაქის და ყველასი აბსოლუტურად ჩემი აზრით პოლიტიკოსებს ეხებათ ძალიან დიდწილად უნდა იყოს ღმერთი და რწმენა და მართლმადიდებლობა და არა ის რომ მოიხვეჭონ ძალაუფლება და გავლენა ამ ქვეყანაში. ზარია ეთერში, გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ. გამარჯობა, შემოგევლე. გამარჯობა, ქალბატონო, გილოცავთ შობას ახალ წელს. მე გენაცვალე ძალიან დიდი პატივისცემით, რა დღესასწაულების იყო, ყველა ძალიან გიყვარს და პატივისცემს საყვარელო. რაშია ისი შემოგევლე საქმე? აი ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. იცით, პოლიტიკურად ხალხი არის ძალიან დაბალ დონეზე შემოგევლე. იცი, ზოგი რაზე იყიდება, მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა მე მგონი, რომ ხალხი პოლიტიკურად გაიზარდოს, რომ გაიგონ, ესე იგი რა არის ცუდი და რა არის კარგი. იცით მან რო დგანან ეგენი ხო, აი ჩვენ ხო არ ვიცით მაგათ როგორი აზროვნება აქვთ, დადებითად ფიქრობენ, უარყოფითად ფიქრობენ, რას ფიქრობენ, ჩვენ ხო არ ვიცით ხო? ამიტომ ხალხი უმეტესობა ხალხისა ხო, მაგათ სულ ყველას ერთნაირი იმაში ატარებს, იცით? გონია თუ აი მან ვინცად განან სულ ყველას ცუდი უნდა და სულ ყველას ისა, მაგრამ იცით რა არის ეს საგათმოაზროვნე ადამიანების რიცხვი, მე ხო ვიცი რომ უფრო ბევრია, ძალიან ბევრად მეტია. აი მაგათ კატეგორიულად უნდა მოსთხოვონ, ესე იგი როგორც პარტია ნაციონალები ამოძირკონ საერთოდ. ამოძირკონ და აი სახში წაღებული საქართველოს ხალხის ქონება უკან დააბრუნებინონ. აი ეს არის მთავარი შემოგევლე შენა რა. დიდი მადლობა ქალბატონო. აი ჩვენ ყოველთვის სულ საღათ მოაზროვნე ჩემი ოჯახი და ჩვენას სულ საღათ მოაზროვნე ადამიანების გვერდით დგებათ, მაგრამ იცით ცუდად ვცხოვრობთ, არ გავყიდულვართ. რამდენი შემოთავაზება ყოფილა. ხო, მაგრამ არ გავიყიდე და რა ვიცი ახლა ვინ რას ფიქრობს, როგორ ფიქრობენ, ხო უნდა იაზრონონ, ხო, აი კარგი და ცუდი რა არის, ხო გაარჩიონ შეგვიძლია. გეთანხმებით ქალბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ ბრძანეთ, რომ ვინც მოპარა საქართველოს და ბიუჯეტს, ყველა ამ ხალხს უნდა დავაბრუნებინოთ უკანო. აუცილებლად ეს ყველა ხელისუფლების პერიოდში გამდიდრებულ უსამართლოდ გამდიდრებულ კლანებს ეხებათ.
და ამ შემთხვევაში ამოისუნთქავს ეს ქვეყანა პენსიებიც მაღალი დოზით გაიზრდება, ხელფასებიც და ეკონომიკაც. დიახ. მადლობა თქვენს არის. არის. მაინტერესებს ეგ რომ ეს წაღებული და ეგენი როგორც ყელყელაობენ და რიცით ყელყელაობენ, მაგით ყელყელაობენ შვიდო რომ და ზემოდან გიყურებენ დიახ. კი, ახლაც არ ძღებიან, ახლაც ატრიალებენ ამ ფულს და მილიონებს და მილიარდებს. მოპარული, ჩვენგან მოპარული ფულებით ნახეთ როგორ ზემოდან გიყურებენ. ხედავთ ასაკეთებენ. კი, ვიზიარებ. მაგის შიში უნდა გქონდეთ მაგა და კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, მაგრამ აბა ჩვენი მთავრობა სთხოვს შემოგევლი მაგას? ხო ხედავთ რომ არა სთხოვს. იმიტომ რომ თვითონაც მაგას აკეთებენ. დიახ. დიდი მადლობა თქვენს არისთვის გეთანხმებით ქალბატონო. აქვე მინდა ორი სიტყვით გამოვეხმაურო, რამდენიმე არის ავტორს, ხომ აი ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დარეკეს დასაწყისში და დიდი პატივისცემა, ვინც გულწრფელად შემოხაზა 41 მათ, ყველას პატივს ვცემთ ჩვენ აბსოლუტურად და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი გაგებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ რატომღაც ბრაზდებით ობიექტივზე, რატომღაც არ მოგწონთ ის, რომ თქვათ ობიექტივი ხელისუფლების მხარეს არ იჭერს ამ ვითარებაში და ობიექტივს თავისი სამართლიანი პრეტენზიები აქვს ამ ხელისუფლების მიმართ. და არა მარტო ობიექტივს, არამედ ქვეყანასაც აქვს 12 წელია არიან მთავრობაში. ასე რომ ეს ოპოზიციური არხია, ოპოზიცია კი კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ, სხვა შემთხვევაში ოპოზიციური არხის და ოპოზიციური ძალის არსებობა იქნება აბსურდი, იმიტომ რომ გამოვა რომ აი ხელისუფლებაა იგივე და თუ მაინც იგივე ხელისუფლებაა, მაშინ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება და გაერთიანდეს მთავრობასთან. და ასეთები ჩვენ არ ვართ. პირიქით მთავრობის კრიტიკას ვაპირებთ, ჯანსაღ ოპონირებას ვაპირებთ, იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ტელევიზიები. და არა ისეთი ტელევიზიები, რომლებიც თავს ოპოზიციურს უწოდებენ და ამავდროულად ბევრ ტყუილს ამბობენ. და არა ისეთი სამთავრობო ტელევიზიები, რომლებიც აგრეთვე ატყუებენ ადამიანებს, ხომ? ის ერთადერთი არხია, სადაც ისმის ობიექტურად სიმართლე, ოღონდ ოპოზიციური არხია და ბევრი კრიტიკა იქნება აქ მთავრობის მიმართ. მორიგი ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ახალ წელს გილოცავთ. მეც გილოცავთ, ქალბატონო, დიდი პატივისცემა. შემოკარგო. ილია, მე ადრეც გითხარი გენაცვალე და ძალიან გული მტკივა რომ გისმენ სიმართლე რომ გითხრა რა, შემოკარგო. იცით რატომ? მე არ ვიცი რა მოგწონთ, მაგ აი ამ ოპოზიციურ გამოსვლებში რა არის ახლა ახალი წელი ჩაუწარეს საქართველოს, ეგა? ის რომ ჩასასვენებელი დაწვეს, ის რომ ქრისტეს გამოსახულებით, ის რომ ფიტულებს წვავენ, ის რომ თეადარჩია ნავილხე ძახის ქართულ სიმღერას და ასე შემდეგ და მაგის გვერდზე როგორ ადგა შენი ახლობელი მე მიგვირს ჩემოკარგო. თანაც ახლა მე ის მინდა მიგითხარო თქვენი მშობლები ილია საბჭოთა ხელისუფლების დროს არ გაიზარდნენ ბებიები არ იბრძოდნენ სამამულო ომში მე გული მტკივა ძალიან და იცით კიდე რა მიგვირს აი მიწურებიდან გამოსული გლეხის შვილები რომლებიც დღეს მათი შაომავლები ამაყობენ რომ ექიმი მამაყავს ანისაყავს მასწავლებელი ბებია საიდან მოხდა რომ არა საბჭოთა კავშირი და რომ არა საბჭოთა წყობილება გლეხს ვერ ეღირსებოდა მიწურიდან გამოსვლა ეს იცოდე ჩემო კარგო და ძალიან გული მტკივა ჩემო ილია და როგორ მინდა რომ მე ისეთი ილია მახსოვდე მადლობთ რა აღარ მინდა მეტი მადლობა ქალბატონო ისეთივე ილია ვარ ნუ დაგწყდებათ გული ნუ რაფერზე აზრთა სხვადასხვაობა ოჯახის წევრებს შორის არის და მე რა მოხდა თუ მე და თქვენ ერთმანეთის აზრებს ვერ ვიზიარებთ ეს ბუნებრივი მოვლენაა დიდი პატივისცემა თქვენ ჩემგან და დიდი სიყვარული მიიღეთ გაქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ ახლა რაღაცა თავის მართლების მდგომარეობაში ვვარდები მე სხვა აქციებს არც ერთს არ ვუცხადებ ასე ვთქვა თანაგრძნობას მე ერთადერთი რომელსაც თანაგრძნობას გამოუცხადებდი ეს იქნებოდა მაგალითად პატრიოტთა ერთობის აქციები მაგრამ ობიექტურობისთვის ვამბობ იმას რომ მარტო ცუდს ნუ დავინახავთ ცუდი ბევრი იყო და ეს მიუღებელია სასახლის დაწვა კუბოსი რაც აღნიშნეთ არ არის მოსაწონი მაგრამ ყველა ასეთი არ არის არ დგას იქ კარგიც ხდება ხომ აი შობას აღამოს როგორ გულანთებულად სანთლებით ხელში ლოცულობდნენ ახალგაზრდები ხომ კარგიც დავინახოთ მარტო ცუდს ნუ დავინახავთ და ისიც ვნახეთ რომ ახალი წლის ღამეს არაფერ ჩაშხამება არ მომხდარა მშვენივრად მშვიდად იდგნენ იქ და აღნიშნეს ახალი წელი პარლამენტთან მე რა აქვთ ამის უფლება ყველას აქვს ამის უფლება
დამოუკიდებლად თუ ცუდს ხედავთ იმაში, რომ იქ ფაქტები დაფიქსირდა, რაც მიუღებელია აქციის წევრთა მხრიდან, რასაც მეც ვგმობ და ვემიჯნები ამ რამდენიმე ფაქტს, რაც ჩამოთვალეთ, ისიც უნდა დაინახოთ, რომ ხელისუფლებამ ჩვენ შემოგთავაზა სრულებით უსამართლო სისტემა, რაზეც გაბრაზებულია ხალხი, ერთპარტიული პარლამენტი, მურუსიძის ხელში ჩაგდებული სასამართლო, ხელში ჩაგდებული ბიზნესი, ხელში ჩაგდებული მედია, მთელი ქართველი ხალხის ქონება უკვე ქართული ოცნების ჯიბეშია მოთავსებული და ამ პირობებში პროტესტი ჩნდება ძალიან დიდი. და არჩევნები ჩატარდა ძალიან გუნდოვან გარემოში, რაც არ აჩენს განცდას, რომ ობიექტურია შედეგები. ესეც უნდა დავინახოთ. რა არის ამაში მოსაწონი? პრეზიდენტად მივიღეთ პატიოსანი კაცი, კი, მაგრამ ზარია ეთერში. ალო. გისმენთ, ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. მოგესალმებით, ქალბატონო. აი ეთერს მიღმა ბევრი სალაპარაკო მაქვს, შეიძლება რომ დაგელაპარაკოთ? რა თქმა უნდა, შეიძლება მობრძანდით ჩვენს მისამართზე თუ გნებავთ და გავისაუბროთ. მაგრამ ტელეფონზე რომ დაგელაპარაკოთ ეთერს მიღმა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. კი. კი ბატონო, ან რომელიმე თუ თქვენ ვერ დამელაპარაკებით, მაშინ რომელიმე ისეთი ან ლიდერი ან ვინმე ისეთი და თუ არა და თქვენ შეიძლება რომ დამელაპარაკოთ. სიამოვნებით დაგელაპარაკებით ეთერს გარეთ. შეგიძლიათ დამირეკოთ. მადლობა დიდი ქალბატონო თქვენს არისთვის. ყველას გილოცავთ შობას, გილოცავთ ახალ წელს, ეს არის 2025 წლის პირველი ინტერაქტივი, კონკრეტული შეკითხვა არ გვაქვს, უფრო დიალოგის რეჟიმში ვართ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში, როგორი პოლიტიკური წელი გველოდება, როგორია დღევანდელი მოცემულობა, ამ ყველაფერს განვიხილავთ და საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ეს გადაცემა. მადლობა ყველას, ვინც რეკავთ, გვისმენთ და გვიყურებთ. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმები, ბატონო ილია, მე თქვენ კარგად გისმენთ, 2013 წელს ნახეთ კალბანდა და ობიექტივია და რა მინდა ისინი, აი ამას არიზახის არავის. ხალხი ცერელრაღაც რავისი, ის არის ვეღარ მოვიდა ოღონდ სანამდე არ დაიწყება სტალინის თანაკაცი გასავსმელება ამ მილიარდერები ქურდებისა 50% ყაჩაღია უნდა გასავსმელდეს მაგას ხონება გადაეცეს სახელმწიფოს ეს მილიარდები ჩამოერთვას და მე გასწორდება ქვეყანა ეს მოხდა აი ძალიან ნეხლა მიმავალი კაცი ვარ ილია გერაცვალე მიმავალი კაცი ვარ ის უნდა წავიდე მოუსალეთ მაგრამ მერცმა დიდხანს გაცოცხლოთ, ნუ იტყვით ასე. აი, ისევეს უმაგრობაში იგენიან ჩვენი მომავალი თაობა. უნდა მოხდეს გასავსმელება, როგორც იყო 21-ში, 25-ში და სტალინმა ჩაადელა კალაპოტში. აი ესე გვინდა კანონი გვინდა, კანონიერი მთავრობა სულთად მომუშავდა. როგორც შეიძლება რომ დაიწყებენ კორპუსს და ერთ თვეში შეიძლება ასეულდა ვისწავლო მინათო ეხლესილარი დახსოვდეს აი დახსარო რას ეკებიო და ერთვას მიემო კულტურა სანცარებო მესმეჩინიანო აი დღევანდელი პროკურატურა დღევანდელი თავობა ესინიან იმპორტებისა ერთმანეთსა ესინიან დამას ნელუბედალო გასასწორდა ციხეს საუბრო აი ამას მოვიწყო მე მალე მოხდეს ეგამალო მე შევესწორო მაგას გასავსება მადლობა თქვენს არისთვის ჩემო ბატონო. გასაგებია რაც ბრძანეთ 2-388-105-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. მორიგი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი გვიკავშირდება. გისმენთ ყურადღებით. ალო. გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ, გამარჯობა. გილოცავთ შობას ახალ წელს. გილოცავ შობა ახალ წელს. იცი რა მინდა გითხრათ? ახლა რო გამოდიან და ნაციონალები მოვლიან, ნაციონალი მოვლიან, ბიჭო, 8%-ზე მეტი ვერ იყო და ეხლა ვეღარ ხდება, რომ ვერასოდეს ნაციონალები ვერ მოვა. ახლა თუ მთავრობა რო იძახის იმას, რომ ყველა ნაციონალია, თუ ასე ვთქვით, თუ ყველა ნაციონალი ყოფილა მაშინ. როგორ შეიძლება ასე? კი, ყველა ნაციონალი, ჩვენც კი გვიწოდეს იმის გამო, რომ ვთქვით, რომ მივიდეს ხელისუფლებაში, როგორ უნდა მივიდეს? რატო ეშინი ამ ხალხს ამნაირ რაღაცეების? ახლა მეორე
დამოუკიდებლობა, აი მივახციეთ ახლა ნამდვილ დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობას გარდა იზოლაციაში მივეკეთით და რითი უნდათ იჩინონ თავი 90-იან წლებში იძახოდნენ მახსოვს ბორჯომი გადაარჩევს საქართველოს ბორჯომიო. აი ასე დღეში ჩავარდებით თუ ყველა, ასე დღეში ჩავარდებით. ახლა მესამე კიდევ რამე დაგიცხადე თუ იცი აი გამოაცხადეს ამას დევიჭერთ იმას დევიჭერთ დაცვენებს დევიჭერთ თუ და დეიჭირო მაგრამ ამ მომენტში რაქნეს 8000-ები ქონათ ხელფასები 12000-ები geიხადეს შემოაწურეს 14 ამას ხალხი არ უყურებს ჯო რამფერ ახლა 12 შუღანდელი ამბავი თუ გახსოვს დღეს რას კეთდება იგი აღარ გახსოვს ვეღარ უყურებ რაც ახალგაზრდები დალეწეს და დაამტვრიეს ჯო გელაშვილი როგალახეს სააკაშვილის ციხემიცეს მაგის გულისთვის ჯო რა უქნეს იმ კორესპონდენტს თავზე გადოუარეს ციხლებით სახეში ხმერდა ეგი არაფერი მაშინ თუ არ მოწონათ ახლა როგორ მოწონთ მე მაშინაც არ მომწონდა ვაპროტესტებდი ახლაც არ მომწონდა ვაპროტესტებდა ეს ხალხი როგორ მაშინ არ მომწონდა ეხლა მოწონთ ჯო რა დღეში არიან ხალხი ავადმყოფებიან ახალზე მეტი ხალხი რომ ეს ეკავს ავადმყოფები კარგით, მადლობა დიდი, მაინც არ გინდათ ერთმანეთს, მივაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას. გეთანხმებით იმაში, რომ რაც წინა ხელისუფლების დროს არ მოგწონდა, ახლა შეუძლებელია მოგწონდეს. თუ კი ობიექტურად ვუყურებთ ვითარებას და ნაციონალური მოძრაობის სიძულვილმა ჩვენ არ უნდა დაგვაკარგვილნოს სამართლიანობის განცდა და ობიექტურობა. ამ შემთხვევაში ვიქნებით სწორი ჩვენი სამშობლოს წინაშე. სხვა შემთხვევაში გამოვა რომ 2012 წლამდე ჩვენი ბრძოლა ყალბი ყოფილა და ვიბრძოდით რაღაც პირადი ინტერესებით და მხოლოდ ჩვენს თავზე არსებულ სამართლობას ვაპროტესტებდით და სხვების მიმართ არა. ყველა ჩვენი მოქალაქის მიმართ უნდა იყოს თანაბარი სამართლიანი დამოკიდებულება ახლაც, მომავალშიც და წარსულშიც ასე უნდა ყოფილიყო და ვინც ასე არ ფიქრობს და ბრაზობს ან ნაწყენია ჩემზე არ ვიცი, მე თვითონაც ნაწყენი ვიქნები, მაშინ მათზე ეს ნახევრად ხუმრობით. რა თქმა უნდა, არა, დიდი პატივისცემა ყველას. მორიგი ზარია, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა მანელი. გამარჯობა ქალბატონო. გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგაცროთ თქვენი არხის მთელი საქართველო. ასე კი არა ქუჩაში და ერთმანეთის ჯიჯვილი და ნორმალურად და ერთმანეთის სიყვარულით. დიახ. ეს რაღაცა მე დაგეკითხოთ. აი, როდესაც მოხდა არჩევნები ჩატარდა, კი ბატონო, გამოვიდა ეს 4 პარტია და ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. მაგრამ მაშინ იყო სულ რაღაცა რამოდენიმე კანტიკუტი ადამიანი, ხო? დასავლეთით მაშინ ხმას არ იღებდა. გავიდა დრო. რაღაც მახინაციებით გაიწო, შეიწო ეს ჩვენი აქციები და თქვენ ამბობთ, რომ ესენი სხვადასხვა რაღაცის გულისთვის არიან გამოსულები. მაგრამ დასავლეთში ეს იციან, რომ ესენი რისთვის არიან გამოსულები, ისინი ხედავენ, ნახეთ რამდენი ხალხი გამოვიდა. ესე იგი ესენი თავრობის წინააღმდეგი არიან. მაგრამ თავრობის არჩევნების წინააღმდეგი არ არიან. თავრობის წინააღმდეგ არიან და უკვე ნახეთ რა მოხდა მთელი ევროპა, მთელი ამერიკა ჩვენ თავრობას დაეტაკა. როგორ ხალხს რაც უნდა, ის უნდა მოხდეს. მაგრამ ხალხს რა უნდა ეკითხება ვინმე? ის ახალგაზრდობა რომ არის, გამოსული ქვეყანა, იმათ ნახევარზე მეტი მაპატიეთ ამას რომ ვაბობ, ეხლა მე პატარა ბავშვი არა ვარ და რა თუ კი რამე ქართული ენიდან მოყოლებული თუ რამე მიტინგი იყო, არაფერს არ დავკლები ვარ. და მიღებულიც მაქვს საკმაოდ. მაგრამ აი ეს ახალგაზრდობა რომ არის გამოსული, რომელმაც ნახევარზე მეტმა არ იცის, რისთვის არის გამოსული, იცით შეხედეთ. ცეკვა, სიმღერა, ტუნოობა, გართობა, ლექციაზე არ წავიდეს, გაკვეთილზე არ წავიდეს, დრო გაატაროს. ის დიპლომს მაინც იღებს, ის ატესტატს მაინც იღებს, ამაზე დაფიქრებულა ვინმე. ადამიანებო ხალხო დაფიქრდი და ეს ახალგაზრდები ცოტა მოიყვანეთ სკვაზე რომ აი თქვენი აზრით ქალბატონო ამ ვითარებაში რა იქნებოდა ის ოქროს შუალედი რაც ხელისუფლებამ რაღაც დათმობები ხო უნდა განახორციელოს გაანეიტრალოს ვითარება არა მომხედეთ ხელისუფლებასთან მე არ მესაუბრობ რაც აი ეს ამ ადამიანებს როგორმე ჩაუნერგოთ აი ჩვენ უფრო მეტად ახალგაზრდებს რომელმაც არ იციან რომლებსაც წაკითხულიც არა რა ხდებოდა სინათლებში აი ეს ყველაფერი და
აი ეს გავაგებინოთ რომ ის ჩვენი დასავლეთი და ის ჩვენი ამერიკა ქართულ ჩვენ არჩევნებზე კი არ მოდის ის მოდის რომ საქართველოს მოსახლეობა ებრძვის მთავრობას ამიტომ მთავრობა დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის ბევრი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი იცდის გამარჯობა დაიწყეთ საუბარი თქვენ ეთერში ხართ ალო გისმენთ ალო ტელევიზორს გამოურთეთ ხმა და დაიწყეთ გთხოვთ ნუ გვიქმნით ხარვეს არ არის კავშირი რა გაეწყობა მორიგი ზარი შემოუშვათ როგორი პოლიტიკური წელი გველოდება ამაზე არის ყველაზე აქტუალური მსჯელობა ახლა ჩვენ ეთერში ვართ პირველი ინტერაქტივით 2025 წელს ასე რომ გისმენთ თქვენ რა იქნება თქვენი სათქმელი გამარჯობა გამარჯობათ მე მელაპარაკებით თქვენ გესაუბრებით ქალბატონო დიახ ეთერში ხართ ხო კაი გამარჯობათ შვილო გამარჯობათ არა ეთერში სხვა ელაპარაკება თქვენ გესაუბრებით ქალბატონო მე წამყვანი ვარ ილია ვარ და ეთერში ხართ ახლა თქვენ გამარჯობა შვილო გილოცავთ მეც გილოცავთ დამდეგ ახალ შობა ახალ წესით მრავალს დიდი მადლობა ამის შემდეგ გამთლიანებულ საქართველოში მომელოც ღმერთმა გისმინოთ მე ბევრის მომსწრევარ დედიკო მე დიდი ხნისა ვარ არ ვარ პატარა რის წინ დაახოცეს 9 აპრილის საქართველოს ახალგაზრდები რის წინ მოვიტანეთ მხრებით ჩვენი საქართველო თუ ისევე ივანიშვილის ხუშტურების გამოდი და იმისი დოლარების მწყესად გამოდის საქართველო მეწოდება პირდაპირ ის ხალხი რომელი ხალხიც ვერ ანალიზებს საკყოფეთ თავს ჩვენ ვიყავით აფხაზეთში ცხოვრობდით და თუ ესე უნდოდით რუსეთს რას გამოგვასახლა რას დაღუპა ამდენი ხალხი საქართველოს მიწა შვილო არის ქართველი პირტიტველა ბიჭებით სამსე ნუ თუ ეს ხალხმა არ იცის რა ეკოცებათ მაგ გაჭივრებულებს რა ეკოცებათ მობრუნდნენ და დადგენ ამბავშვებთან მარშზე ნუ თუ არ შეიძლება რომ ერჯერ და სამუდამოდ მოვისვენოთ ისე წევიდი ამ ქვეყნიდან რომ ისევ არეული საქართველო არ დავტოვო რა იქნება ღმერთო მოგვიბრუნე ეს წელი და მათ ქოცები გადაყარონ კაცო წავიდეს ივანიშვილი ეს კი არა დეგოლი გადადგა და ივანიშვილი ვინ არის რო აღარ ადგება დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის ქართული ოცნება ამბობს რომ 2028 წლამდეც დარჩება და არანაირ არჩევნებს არ ჩაატარებს შემდეგ 2028 წელსაც გამარჯვებას აპირებენ ასეთია მათი განცხადება და 2030 წელს ევროპაში შეგიყვანთო და შემდეგ 2032 და 2038 წლის გეგმებსაც კი ყვებიან ხანდახან გაექცევათ ხოლმე იმდენად სიტყვა და ფიქრობ ძალიან დიდი დრო გავიდა 12 წელი იმისთვის რომ ჩვენ გაგებით მოვკიდებოდით ხელისუფლების შეცდომებს უკვე არ იქნება არაფერზე თვალის დახუჭვა არ იქნება არაფერზე გაჩუმება ან რბილი საუბარი აუცილებელია კრიტიკა ჯანსაღი კრიტიკა მთავრობის წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაში ჩავიგდებთ თავს და ჩავაგდებთ ქვეყანას ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რაც ემართებათ განსაკუთრებით ორი ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ყველა მთავრობას და ქართული ოცნება უკვე მესამე ვადა დაასრულა მეოთხეს იწყებენ მთავრობაში ყოფნის და ეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა რასაც ჩვენ მეტი კრიტიკულობით თუ არ მივუდექით ამ შემთხვევაში მივიღებთ რაღაც ძალიან მძიმეს როგორც ქვეყნისთვის ასევე პირადად ჩვენი ოჯახებისთვისაც მორიგი ზარია ეთერში ობიექტივი გისმენთ გამარჯობა გამარჯობათ დიახ, ეთერში ხართ, დაიწყეთ. ისა, გამარჯობა შვილო ილია. მოგესალმებით, ქალბატონო. გილოცავთ, მრავალს დაესწავით. მეც გილოცავთ, მადლობა.
მე ყოველთვის გისმენ ჩვილო და ახლა კი არა დიდი ხანია რომ თვალყურს ვადებნებ, მაგრამ მე ერთი რამე მაინტერესებს, რომ ამ ახალგაზრდებს რატომღაც მიაწოდოთ, რომ ახლა ქოცებისა და ნაცების გადარჩენის ის კი არ არის, რა ქვია, სამშობლო გვეღუპება. დაანებონ ევროპას თავი და ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. ევროპა არაფერ კარგს არ მოგვიტანს. არაფერს და რუსეთს რო ლანძღავენ, რუსეთიდან შემოდის დღეს პურის მართვლის 90% და სხვა სურსათი. ამიტომ ამ ახალგაზრდებს ან გეოგრაფია ვასწავლოთ, ან ისტორია ვასწავლოთ, ჩვენი წარსული, ჩვენი მომავალი სად მდებარეობთ. არც ერთი ევროპული ქვეყანა არ გვესაზღვრება ჩვენაშვილო. და ევროპას და ამერიკას ჩვენ რომ ვდომოდით 32 წლის მანძილზე აგვაყვავებდა, მაგრამ არა უყვავებივართ. ერთი ქარხანაც არ აუშენებია. ნუ ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ ამას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ მართავდა დღემდე საქართველოს. ვინ მართავდა? ამერიკის და დასავლეთის იმით ვიყავით და დღესაც მაგ დღეში ვართ. ეს ახალგაზრდები გონზე მოვიდნენ, ტვინი გამოირეცხონ და მიხედონ თავიანთ იქნებ ქალბატონო, იქნებ ხელისუფლებამ. კითხვა მაქვს. დრო ამოგვეწურა და ერთ კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. აი ხელისუფლებამ მხოლოდ მართალი და დანარჩენი ყველა მტყუანი, ხომ ასე არ არის და მეთანხმებით და რა უნდა გააკეთოს, რა დათმობებზე წავიდეს, რომ ამ ახალგაზრდებმაც იგრძნონ, რომ მათი აზრიც გათვალისწინებულია. ისტორია ისწავლონ, მდებარეობა ისწავლონ, ჩვენი ქვეყნის სად მდებარეობთ, ჩვენი წარსული. ჩვენ არც ევროპა გვინდა და ევროპა არ არის ქრისტიანული ქვეყანა და არ გჭირდება ჩვენ ევროპა. როგორ არა, ევროპის ქვეყნების უმეტესობა ქრისტიანულია. შვილო წაბძანდეს იქ, ჩვენ დაგვანებონ თავი. ჩვენ დაგვანებონ თავი, ჩვენ ხანში შესულ ხალხს და ბევრ კარგ ახალგაზრდას უნდა აქ ცხოვრება, აქ არსად წამსვლელები არ არიან, ამიტომ დაგვანებონ თავი შვილო. ვისაც უნდა წაბძანდრონ, სტალინი რო იყო ეს ახლა ჩასხავდა მაგაც და როგორც ის ფერეიდანში გაუშვეს, ისინი დამნაშავეები იყო. გასაგებია ქალბატონო, ისედაც ნახევარი საქართველო დაცლილია და ევროპაშია წასული, მეორე საქართველოს ნაწილი რუსეთშია წასული, დანარჩენი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დარჩენილი ვართ 3 მილიონზე ბევრად ნაკლები. და კიდევ წავიდნენ ამბობთ ხომ ეს ახალგაზრდებიო და დავრჩეთ მაშინ ჩვენ და ვიყოთ ასე დიდხანს. და როდემდე გავძლებთ ხომ? დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშო გვაქვს. 2050 წლისთვის ქართველი ერი თითქმის გადაშენებული იქნება. და კიდევ გავყაროთ და მოვიშოროთ ყველა ის ახალგაზრდა, ვინც ამბობს რომ ხელისუფლება ცდება ბევრ საკითხებში. და უნდათ ევროპასთან თანამშრომლობა. უნდათ და ისინი არიან ჩვენი ქვეყნის თანაბარ უფლებიანი მოქალაქეები და მათი აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. სხვანაირად არ შეიძლება. თუ შენ დაჩაგრავ დღეს შენს ახალგაზრდას, თუ ეტყვი რომ წადი ამ ქვეყნიდან, თუ არ მეთანხმები მაშინ, ასე ვერ წავალთ, ვერ განვითარდებით, წინ ვერ წავალთ უბრალოდ და უსამართლო იქნება ეს. და მართლა ყველა წავა ბოლოს და შერჩება ერთ კაცის მთავრობა და მარტო თვითონ იქნება დირექტორიც და პრემიერიც, პრეზიდენტიც და მოქალაქეც და თუ ასეთი ქვეყანა მოეწონება, ვნახოთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ძალიან აზრთა სხვადასხვაობით გამორჩეული გადაცემა გამოგვივიდა. მე ილია ჩაჩიბაია ვარ, გემშვიდობებით, ხვალამდე დროებით.